დისლექსია ვიწრო გაგებით კითხვის სირთულეებს ნიშნავს, უფრო ფართო გაგებით კი ვერბალური ინფორმაციის გადამუშავების და დასწავლის სირთულეა. დისლექსია სკოლის მოსწავლეების 15%-ში არის, დაახლოებით 6-დან 1 ბავშვს აქვს, მსოფლიოს მასშტაბით 780 მილიონ ადამიანს. დისლექსია დაკავშირებულია აკადემიური უნარების ათვისების სირთულესთან, კითხვის სირთულესთან, ტექსტის ანალიზის სირთულესთან. მნიშვნელოვანია დასწავლის უნარის დარღვევა, არ იხსნებოდეს სენსორული დეფიციტით, ნევროლოგიური დარღვევებით ან განათლებაზე წვდომის შეზღუდვით. დისლექსია არის დასწავლის უნარის დარღვევის ყველაზე გავრცელებული ქვეტიპი. დისლექსიის გამომწვევი ერთი უნივერსალური მიზეზი არ არსებობს. დისლექსიის ეტიოლოგია არის მრავალფაქტორული. კვლევების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს ნეირობიოლოგიურ, მემკვიდრულ, გენეტიკურ და გარემო ფაქტორებზე. ჩვენ ვიცით, რომ დისლექსია მჭიდრო კავშირში არის ოჯახურ ანამნეზთან, მაგალითად, როდესაც დისლექსიის მქონე ბავშვი ოჯახში ასევე არის მსგავსი სირთულეების მქონე პიროვნება, მშობელი, ბებია-ბაბუ ან სხვა ახლო ნათესავი. არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც დისლექსიასთან ასოცირებული გენები დაკავშირებულია ჯერ კიდევ პრენატალურ ეტაპზე ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასთან, ნეირონული მიგრაციის პერიოდთან და თავის ტვინის ქერგულ ორგანიზაციასთან. გარდა ამისა, არსებობს ნეიროვიზუალური კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც ტიპიური მკითხველისგან განსხვავებით, დისლექსიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ სტრუქტურული და ფუნქციური ატიპური ორგანიზაცია, უმეტესწილად თხემ-მკეფა საფეთქლის არეებში და ეს უბნები პასუხისმგებელია ისეთი მნიშვნელოვანი უნარებზე, როგორიც არის ფონოლოგიური ცნობიერება, ვერბალური ინფორმაციის გადამუშავება, ვიზუალური სტიმულის ამოცნობა და სხვა. ასევე საუბრობენ გარემო ფაქტორებზე და რისკ ჯგუფებზეც, მაგალითად, დაბადების დროს დაბალი წონა, დღენაკვლობა რისკ ფაქტორს წარმოადგენს დისლექსიის განვითარების მხრივ, ასევე დედის მიერ ალკოჰოლის, მავნე ნივთიერებების და ნიკოტინის მოხმარებაც ზრდის დისლექსიის განვითარების რისკს ბავშვებში. დისლექსიის ადრეულ ნიშნებზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ კონკრეტული ნიშნების არსებობის შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვს შესაძლებელია სასკოლო ასაკში დისლექსია არ დაუდგინდეს. ჩვენ სპეციალისტები უკვე 2-3 წლიდან ვაქცევთ კონკრეტულ ნიშნებს ყურადღებას, თუმცა მშობლებისთვის ამ ნიშნების შემჩნევა ძალიან რთულია. ვინაიდან ვიცით, რომ დისლექსია არ არის დაკავშირებული ინტელექტუალურ დარღვევასთან და მეტიც დისლექსიის მქონე ადამიანს, ბევრ ადამიანს საშუალო და საშუალოზე მაღალი ინტელექტიც აქვს. და რა არის ეს ნიშნები? ხშირად ბავშვებს აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება, უჭირს მსგავსი ჟღერადობის ბგერების და სიტყვების ერთმანეთისგან გარჩევა, მიმართული მეტყველების გაგება მრავალსაფეხურიანი მითითების გათვალისწინების სირთულეების შესაძლებელია იყოს, ასევე ვიზუალურ სივრცითი უნარების განვითარების შეფერხება, ბავშვს უჭირდეს სივრცეში ორიენტაცია, მარჯვენა-მარცხენა მხარის გარჩევა, ვერ იმახსოვრებდეს ბაღისკენ მიმავალ გზას, ასევე ფონოლოგიური ცნობიერების სირთულეები შესაძლებელია ვლინდებოდეს. სიმპტომები განსხვავებულია, მაგრამ ყოველთვის საყურადღებო და ადრეულ ინტერვენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ შეცდომებზე, რომელსაც დისლექსიის მქონე ბავშვები ყველაზე ხშირად უშვებენ, რათა მშობლებმა და მასწავლებლებმა დროულად ამოიცნონ ისინი. აღნიშნულ შეცდომებიდან არ არის აუცილებელი ბავშვი ყველა ტიპის შეცდომას უშვებდეს. საყურადღებოა თითოეული მათგანი. როგორც წესი, დისლექსიის მქონე ბავშვების კითხვის ტემპი არის ნელი. უჭირთ ასოების ერთმანეთისგან გარჩევა, მით უმეტეს სარკისებური ასოები ერევათ ერთმანეთისგან, უჭირთ სიტყვაში ასოების გაერთიანება, ზოგჯერ კითხულობენ მიხვედრით, ანუ ცვლიან სიტყვების დაბოლოებებს. ზოგჯერ კი ზოგადად წაკითხული ტექსტის ანალიზის სირთულეებს ავლენენ. მაგრამ აქ ასევე მნიშვნელოვანი ვისაუბროთ ბავშვების ემოციურ სფეროზე და მათ ფსიქოსოციალურ განვითარებაზე, იმიტომ რომ თუ მშობელი და მასწავლებელი შეამჩნევს, რომ აკადემიურ სფეროში, აკადემიურ გარემოში ბავშვი გახდა მეტად გულჩათხრობილი, მოწყენილი,
არ იჩენს ინიციატივებს, გაურბის აკადემიურ აქტივობებს, სწავლების პროცესს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, ვინაიდან ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწყის ეტაპზე დაწყებით კლასებში ზარმაცი ბავშვები არ არსებობს და ყოველთვის ამას რეალური საფუძველი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ადრეული დისლექსიის ნიშნები, პირველ კლასში, როგორც წესი, და დაწყებით კლასებში ძალიან ფრთხილობენ სპეციალისტები და პირველ კლასში საერთოდაც არ სვამენ დისლექსიის დიაგნოზს, ვინაიდან პირველი კლასი არის სწორედ ის სასაგი, როდესაც ბავშვმა კითხვა უნდა აითვისოს და ამ დროს შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი და ბუნებრივი პროცესია. დისლექსიის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის ჩართულობაა საჭირო. აუცილებლად ერთ-ერთი სპეციალისტი ნეიროფსიქოლოგი უნდა იყოს, რომელიც ინტელექტის საკვლევი ინსტრუმენტების, ნეიროფსიქოლოგიური ტესტების, აკადემიური უნარების შესაფასებელი ტესტების დახმარებით იკვლევს ბავშვის პროფილს, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე იღებს ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი უნარების შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს კითხვის პროცესს და ამის შემდგომ გეგმავს ინდივიდუალიზებულ და ბავშვისთვის ძალიან საჭირო ინტერვენციას. დისლექსიის მქონე ბავშვების დახმარება ჯერ კიდევ დიაგნოსტირების პროცესში იწყება. ხშირად ასეთ ბავშვებს ახასიათებენ როგორც ნინჭიერს და ზარმაცს და ოჯახის წევრებს და მასწავლებლებს ხშირად სჯერათ, რომ მათ მართლაც გამოსდით კითხვა, ტექსტის ანალიზი, თუმცა ამას სიზარმაცის გამო არ აკეთებენ. შესაბამისად, ბავშვის მიერ სწავლის პროცესში ჩადებული ძალისხმევა ხშირად დაუფასებელია, რაც იწვევს თვითეფექტურობის და თვითშეფასების სირთულეებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისლექსიის მქონე ბავშვების დახმარება ნამდვილად იწყება დიაგნოსტირების პროცესში, როდესაც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და სწორი ინტერვენციის დაგეგმა. ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტირების პროცესში, ასევე თერაპიის პროცესში უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ ბავშვის ძლიერი მხარეები და გამოწვევები, ასევე კითხვის საფუძვლად მდებარე ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორიც არის აღმასრულებელი ფუნქციონირება, ვიზუალური სივრცითი განვითარება, ასევე ფონოლოგიური ცნობიერება, მუშა მეხსიერება და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დისლექსიის მქონე ბავშვების რაოდენობა ძალიან დიდია, ორი ერთნაირი დისლექსიის მქონე ბავშვი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თვითონ თერაპიული პროცესი სავსეა გამოწვევებით და საჭიროებს დიდ სიფრთხილეს და თერაპევტის მაღალ პროფესიონალიზმს. დისლექსიის თერაპიის დროს ბავშვის კითხვის საფუძვლად მდებარე უნარების სტიმულირების შემდგომ, თვითეფექტურობის, თვითშეფასების გაუმჯობესების შემდგომ ხდება მხოლოდ შესაძლებელი თავად კითხვის პროცესზე გადასვლა და დახმარება კითხვის ავტომატიზირებაში თუ წაკითხული ტექსტის ანალიზში. დისლექსიის მქონე ბავშვებს ხშირად ახასიათებთ ნეგატივიზმი კითხვის პროცესისადმი და ასევე ზოგადად აკადემიური საქმიანობებისადმი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე თერაპია დაიგეგმოს ბავშვისთვის საინტერესოდ და ეფექტურად, მარტივიდან რთულისკენ პრინციპით და დავალებების თუ აქტივობების გართულება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვს მისი ემოციური მზაობა გააჩნია. ხშირად ხდება ისე, რომ ინდივიდუალური თერაპიის მიღების დროს თერაპიის ოთახში არსებული წარმატებების განზოგადების სირთულეებს ხვდებით, რადგან ზოგიერთ ბავშვს უჭირს სხვების თანდასწრებით ჯგუფის წინაშე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, საკუთარ პოზიციებზე ღიად საუბარი, თვითპრეზენტაცია. შესაბამისად, ასეთი ბავშვებისთვის ჯგუფური თერაპია განსაკუთრებული მნიშვნელობის არის. ვინაიდან ვფიქრობ, ჯგუფური თერაპია არის მეტად ჰოლისტური მიდგომა, რადგან ეხება არა მარტო აკადემიურ გამოწვევებს, არამედ ბავშვის ფსიქოემოციურ სფეროსაც. ეს სერვისი უკვე მესამე წელია, რაც დაინერგა, როგორც ახალი და უნიკალური მეთოდი თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრში და კვლავაც წარმატებით მიმდინარეობს. ჯგუფურ თერაპიას რამდენიმე ძირითადი მიზნები გააჩნია. პირველი არის დაკავშირებული კითხვის გაუმჯობესებასთან და კითხვის პროცესთან
და რა თქმა უნდა, კითხვის საფუძვლად მდებარე მნიშვნელოვანი უნარების სტიმულირებასთანაც არის დაკავშირებული და თერაპიის პროცესში ხდება არა მარტო კითხვაზე მუშაობა, არამედ სხვადასხვა აქტივობების და სამაგისტრო თამაშების გამოყენებით მის საფუძვლად მდებარე პროცესებზე მუშაობა. განსაკუთრებით საინტერესო არის და მნიშვნელოვანი დისლექსიის მქონე ისეთი ბავშვებისთვის, ვისაც თან შესაძლებელია ჰქონდეთ ADHD-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები, სუსტად გამოხატული ნიშნები, რადგან ასეთი ბავშვები სწავლობენ რიგისა და ჯერის დაცვას, სხვისი პოზიციის გათვალისწინებას, იმპულსის კონტროლს და გადავადებას. გარდა ამისა, ჯგუფური ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის გულისხმობს კრიტიკისგან თავისუფალი უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადაც ბავშვები აღმოაჩენენ, რომ მათნაირი სირთულეები და პრობლემები სხვა მის მსგავს თანატოლებსაც აქვთ და ერთმანეთის მხარდაჭერა აუცილებლად კარგად აისახება ხოლმე მათ თვითეფექტურობის ზრდაზე და თვითშეფასებაზე. ასევე ბავშვს ეძლევა საშუალება, რომ დინამიკაში დააკვირდეს თერაპიის მიმდინარეობას და საკუთარ წარმატებას, ამას აღნიშნავენ არა მარტო თერაპევტიც, არამედ სხვა ჯგუფის წევრებიც, რაც თვითშეფასების გაუმჯობესებას იწვევს და აქვე შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ჯგუფური თერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბავშვებისთვისაც, ვისაც მაღალი სოციალური შფოთვა აქვს, იმიტომ რომ ეჩვევიან სხვებისთან დასწრებით ჯგუფის წინაშე თვითპრეზენტაციას, საკუთარი აზრის დაფიქსირებას, ღიად გამოხატვას და კომუნიკაციის უნარები უმჯობესდება. შედეგების მიღწევისთვის აუცილებელია ხოლმე მშობლისა და სპეციალისტის შეთანხმებული მუშაობა.